მერია მარშალ გალოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის გაჩერებას აპროტესტებს. მათთვის გაუგებარი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. ადგილზე დღეს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატიც იმყოფებოდა ნიკა მელია პროექტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უნდა დაწყებული იყო ამის განხორციელება, რომელიც ორ სანაპიროს დააკავშირებდა ხიდით და ყველაზე მძიმე სატრანსპორტო კვანძი განიმუხტებოდა საცობისაგან. თქვენ ხედავთ, რა დღეშია ქალაქის ეს მონაკვეთი, განიმუხტებოდა სრულიად მარშალ გალოვანის გამზირი, წერეთლის გამზირი და ქუთაისის ქუჩა. ძალიან სამწუხაროა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეალურად არის ჩართული პოლიტიკური მკლავობის, ასე ვთქვათ, მორევში. ერთ-ერთი მიზეზი დარჩა ამ პროექტის განხორციელების ის, რომ დიზაინის გამო ხიდში შესაძლებელი იყო გადახდილიყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე თქვა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თბილისის მერის პოზიცია ძალიან მარტივი. ან ჩვენთვის ხიდის დიზაინი განსხვავებული მნიშვნელობის არ არის. შეიძლება ნებისმიერი დიზაინის შემუშავება და ამ კუთხით თბილისის მერია მზად იყო, თვითონაც გაეგო გარკვეული თანხები იმისათვის, რომ მოხდებილიყო დიზაინის გადაპროექტირება, ისე რომ უფრო მეტად გაიაფებულიყო პროექტი და მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმ მიმართულებით, რომ აღნიშნული პროექტი დაწყებულიყო.